საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მინდა მოგილოცოთ ბედნიერი ახალი წელი და თქვენ გულებში მოეტანოს სიმშვიდე, ბედნიერება მოეტანოს, ხვავი, ბარაკა, დიდი სიყვარული, თქვენი ოცნებები და მიზნები აღსრულებოდეთ და ყველაზე მეტად, რაც მთავარია, ჯანმრთელობა გქონოდეთ. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი თემით. უბრალოდ მოდი ახლა გადავწყვიტოთ, რა ხდება ჩვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანთან. რატომღაც ამ წუთას მინდა გავარკვიო თუ რა ხდება მასთან. როგორ არის, როგორ ხდება ახალ წელს, რა გარემოში ხდება. მოდი დავსხდეთ, მოვეწყოთ, განვეწყოთ და გავარკვიოთ ახლა და დავიწყოთ მისი ენერგიით თუ რა ენერგიებში იმყოფება ახლა. ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს ეს ადამიანი და უნდა რომ სამართლიანად მოიქცეს. კი, ჩემო მეგობრებო, ძალიან ბევრის მიღწევა უნდა ამ ადამიანს და უნდა რომ ამ სტრესიდან და რაღაც გაჩერებული სიტუაციიდან გამოვიდეს და რაღაც სიახლეები დაიწყოს. კიდევ რა ენერგიებშია? კი, ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს რომ გაერთოს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ძალიან ცუდ ენერგიებში იმყოფება. უნდა რაღაც ახალის დაწყება, იმიტომ რომ დანაკარგებშია და იმიტომ რომ მის ხორებაში არის იმპერატრიცა ქალი, მანდილოსანი, რომელთანაც ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა უნდა თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს და ამის გამო ძალიან გულგატეხილია, თუმცა თქვენ მის გულში მაინც ანათებთ. თქვენთან ერთად ეს ადამიანი ბედნიერია და თქვენთან ერთად დასვენება უნდა ამ ადამიანს და ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ზუსტად იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ჩემო ძვირფასებო. ესეთი მოკლედ ახასიათება აქვს და ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. მოდი ახლა გავარკვიოთ, რა ვითარებაში, რა სიტუაციაში ხდება ახლა ახალ წელს, რა გარემოში ხდება ახალ წელს, რა ხდება მისი ახალი წელი. მეგობრებო, მისი ახალი წელი. არ ვიცი ეს სასიხარულოა თუ დასანანია, მაგრამ მისი ახალი წელი. ესეთია. თუმცა პასუხისმგებელია, ეს ადამიანი იქ სადაც არის, სტაბილურად არის და ფიქრობს ქალზე, რომელიც არის შობს. ჩემო ძვირფასებო. ესეთი ახალი წელი აქვს. როდესაც პირველი ადამიანის სურათი ამოდის, ეს ხართ თქვენც. ეხლა მე ვინც მიყურებთ, მანდილოსნებო. ასე რომ თქვენი ადამიანი ზურგშექცევით დგანა თქვენთან, მაგრამ თქვენზე ფიქრობს. ძალიანაც კარგი. რაღა ვქნა. მოსვლა უნდა თქვენთან. აბატონო, მოსვლა უნდა ქალთან, რომელთანაც არის სექსუალურობით გამსჭვალული რო იყვიან და ბალანსის შენარჩუნება უნდა. ქალთან, რომელთანაც მიჯაჭულობა აქვს, ქალთან, რომელთანაც ზრდა აქვს და უფრო წარმატებები აქვს, ქალი, რომელიც უყვარს, ძალიანაც კაი და ქალისკენ, რომლისკენაც იხედება. ესე. ძალიანაც კაი. ეხლა ვფიქრობდი, გავაკეთო თუ არა საჯარო გაშლა, ჩავწერო თუ არა და ვერ მოვისმენე ჩემო ძვირფასებო, ენაც მებმება, ეხლა ისეთ მდგომარეობაშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის. ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ სტაბილურობას მისგან, ელოდეთ სამართლიანობას მისგან, ელოდეთ სამართლიანობას. კიდევ, როგორ არის, ეხლა რა ვითარებაში ხდება ახალ წელს? რა ვითარებაში ხდება ახალ წელს? ვის გარემოში ხდება ახალ წელს? მეგობრებო, რაც არ უნდა სიტუაციაში იყოს, ეხლა მაინც მარტო გრძნობს თავს და მაინც ესე ცუდათაა და განადგურებულია. ახალი წელი არა, კი, ერთობა, გართობა აქვს, მოხენა აქვს, ხალხმრავლობაში იმყოფება, მაგრამ ესეთია მისი ესე ხალხმრავალი გართობის, იცით რაღაცის აღნიშნის, თითქოს არის ხალხში, თითქოს არის ადამიანებში მის გარშემო, მაგრამ ძალიან ცუდათაა. არა, მაინც მარტოა, თითქოს გამარჯვება უნდა, სადღაც წასვლა უნდა, სადღაც მამაცობის გამოჩენა უნდა ადამიანთან, რომელთანაც ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობს თავს. და ეს თქვენ ხართ, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, თქვენთან ერთად ეს ადამიანი სტაბილურია. ვერაფერიც ვერაა უთქვენოთ. ძალიან იტყუებს თავს, ისულელებს თავს, სულ ტყუილებშია, სულ გასულელებულია მეგობრებო. არა, თქვენთან ერთად უნდა სიყვარული. ამიტომ დაკეტილი აქვს ფინანსები. თქვენთან ერთად უნდა ბედნიერება, თქვენთან უნდა ყველაფერი და თქვენ ხართ მისი სამყარო რო იტყვიან. თქვენ ხართ მისი სამყარო. მისი ოცნებები. ოცნების ადამიანი ხართ მისი. არ ვიცი ახლა რამდენი დაიჯერებთ, მაგრამ რაცაა ესაა.
რაც არის, იმას ვამბობ. კიდევ, რა გარემოში ხდება ახალ წელს? თითქოს უკანა რაფერზე არ იხევს ეს ადამიანი, აი ამ ადამიანს უნდა დასვენება და აი რა ვქნა მეგობრებო, ტრანსფორმაცია აქვს ამ ადამიანს. ტრანსფორმაცია აქვს, ძალიან ბევრი დამალული რაღაც საიდუმლოებები აქვს ამ ადამიანს და ბავშვივით იქცევა. ბავშვივით იქცევა. კიდევ, როგორ გარემოში ხდება ახალ წელს? მისი ახალი წელი. აი თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ახალი წელი. პაუზებშია სულ მეგობრებო. რაე ახალწლება? რაე ახალწლება? საცოდავს, გაურკვევლობაშია, რა ქნას აღარ იცის. აი მანც არ იცის რა უნდა. მანც არ იცის რა უნდა. ძალა აქვს კი, მაგრამ მანც არ იცის რა უნდა, იმიტომ რომ სამკუთხედებში იმყოფება. ეხლა რა ხდება მასთან? რა ხდება და ძალიან ბევრი მოლაპარაკებები თითქოს შეიძლება კონდეს დაბრკოლებებით, შეიძლება კონდეს კამათიც, გამიშვი დამაკავეც რო ვიტყვი და ეხლა ფიქრობს ამ ყველაფერზე. აი ამ ყველაფერზე ფიქრობს, რომ ჩემი რაცა იმას არავის დაუთმობო. თუმცა ძალიან რთულ სიტუაციებში იმყოფება. აი ძალიან ურთულეს სიტუაციებში იმყოფება. მუშაობს თავჩახრილი, მეტი არაფერი, მთვარეშია და ყვავებშია. არა, მისთვის ახალი წელი არ არის. არ არის, სულ ბრძოლები აქვს. სულ რაღაც უკმაყოფილოებები აქვს, უკმაყოფილოება აქვს. გითვალთვალებთ შორიდან. გითვალთვალებთ მეგობრებო შორიდან. ეს ადამიანი არ გეგონოთ რომ თქვენგან წასულია, გითვალთვალებთ. თქვენ ხართ მისი სიყვარული და ამ ადამიანიდან ელოდეთ წერილებს. ელოდეთ წერილებს, ელოდეთ შეტყობინებას, ელოდეთ ჩემო მეგობრებო. მოდი ახლა გავარკვიოთ ამ ჩემი მეორე დასტით. მისი ახალი წელი. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ახალი წელი. მისი ახალი წელი. რა ხდება მასთან? როგორ ხდება ახალ წელს? როგორ შეხვდა ახალ წელს? კონფლიქტებით. კონფლიქტებით მეგობრებო. გაჩვენებთ რომ თითქოს კარგათაა, მაგრამ კონფლიქტებით. აი ძალიან ბევრი ადამიანია ჩარეული მის ცხოვრებაში. სამყარო ძალიან ბევრ მინიშნებებს აძლევს, მაგრამ მას არ ესმის ჩემო მეგობრებო. არ ესმის. არა, არ ესმის, არ უნდა ამის გაგონება. თითქოს მე ვარ და რაც ვარო. აი კი აქვს ახალი წელი, არის თითქოს და რაღაც სიახლებით, თუმცა ბრძოლებით. ნახეთ რა წერია, ბრძოლებით. აი ესეთია მისი ახალი წელი. უნდა რომ იყოს სამართლიანი, მაგრამ არ გამოსდის. არ გამოსდის. თითქოს მეგობრებო ბედის ბორბალი უნდა რომ დაატრიალოს, მაგრამ მესამე რაღაც მაინც არის და თითქოს ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება, რომ რაღაც ხდება მის ცხოვრებაში. თითქოს და პირში წყალი აქვს ჩაგვიბებული. აი კი ბატონო და ამის გამო არის მთვარეში და გაურკვევლობაში. მანც არ იცის რა უნდა, თუმცა ძალიან ქარიზმატულია. დროის დაკარგვა აღარ უნდა, თუმცა ამ დროში მას უნდა რომ ეს რაღაც ჭრილობები მოიშუშოს. მოკლედ სამყაროც გაოცებულია მისი საქციელებით მეგობრებო. უნდა რაღაც მოლაპარაკებები აწარმოოს, რადგან ძალიან დაიღალა აი უთქვენობით. უთქვენობით ძალიან დაიღალა. კიდევ მაინტერესებს მეგობრებო. აი მისი ახალი წელი უთქვენოთ, მისი ახალი წელი უთქვენოთ. როგორია მისი ახალი წელი უთქვენოთ? აი ესეთია. აი ესეთი დაღლილი და დაქანცულია. მისი ახალი წელი უთქვენოთ. ძალიან ბევრი იმედი აქვს ამ ადამიანს და უნდა რომ დროს რომ ვკარგავ, აი ეს არ მინდაო ამბობს. დროის დაკარგვა აღარ უნდა. აი ნელი ნაბიჯებით, ძალიან გულგატეხილია, ძალიან ცუდათაა, ძალიან ეშინია ჭორების, არ ვიცი რა არის, მაგრამ ჭორების ეშინია. თავისუფლების მოყვარულია ძალიან, თუმცა უნდა რომ სიტუაცია გააუმჯობესოს. კიდევ, მაგრამ არ გამოსდის. თუმცა ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ. მისი ახალი წელი კიდევ მისი ახალი წელი მეგობრებო. ელოდეთ ამ ადამიანიდან შეტყობინებას. ელოდეთ ჩემო ძვირფასებო, თითქოს რაღაცა უნდა რომ გააკეთოს, აი თითქოს мотиваცია უნდა რომ მოგცეთ ურთიერთობაში და თითქოს რაღაცას დაიჟინებს და მოგწერთ. ერთ ბედნიერ დღეს გამოჩნდება და თქვენ ძალას იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერები და თქვენ გააქვთ ძალიან დიდი ძალა მასზე. მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, ბედნიერი ახალი წლები და გელოდებით კომენტარებში.